სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ღმერთმა შეიწიროს თქვენი ლოცვა მიცვალებულებისათვის. დღეს შეიძლება ითქვას, სულ ისეთი ადამიანები ვართ შეკრებილი, რომ ვიღაცას იხსენებს, გარდაცვლილებს, ყველა ვიღაცას იხსენებს, მაგრამ მაინც მიცვალებულთა წირვა მაინც ასეთი არის ხოლმე, ვიღაცის ლისთავია, ვიღაც ახალი გარდაცვლილია. ძველებსაც, ახლებსაც მორწმუნე ადამიანი უნდა იხსენებდეს. და აი დღევანდელ სახარებაში ჩვენ რა წავიკითხეთ, რომ საიდან დასტურდება კიდევ, რომ ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება. უფალი რას ამბობს დღევანდელ სახარებაში, რომ ვინცო ჭამს ჩემს ხორცსო, მას თავის თავში ექნება სიცოცხლეო და არ მოკვდება უკუნისამდე. არ მოკვდება არ ნიშნავს, რომ ამ წუთის სოფელში არ გარდაიცვლება, არამედ მისი სული არ მოკვდება უკუნისამდე. მე ვარო ის პურიო, რომელიც ზეციდან გარდამოვხედო, ზეციდან გარდამოვედიო და მე ახსენებს ამას ხოთან ებრაელებს ეუბნება და ეგვიპტიდან რო გამოდიოდნენ, მათ რო შიოდათ, ესე იგი 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყო და ეხლა 2 მილიონი ადამიანის დაპურება ხო ღვთაებრივი ჩარევა არ არის შეუძლებელია და იქ მათ ღმერთმა გამოუგზავნა ზეციური პური, რომელსაც მანანა ერქვა. ეს პატარა ქინძის თავის ოდენა მარცვლები იყო და ეს ხალხი ამას აგროვებდა, ამას ჭამდა და ამითი გადარჩა, ესე რომ ვთქვათ. და ამას ზეციურ პურს უწოდებდნენ ისინი. და მე ვარო, ახლა ქრისტე ეუბნება, რომ მე ვარო ზეციური პურიო, რომლის ჭამის შემთხვევაშიც არ მოკვდებითო. ის მანანაო ჭამესო თქვენმა მამებმა და პაპებმა, მაგრამ ისინი გარდაიცვალნენ, მოკვდნენო, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ აი ვინც ქრისტეს სისხლს ჭამსო, ის არასოდეს არ მოკვდებაო და ესენი ახლა ერთმანეთში მაშვებიან, ამათობენ თუ შეელობენ, როგორ უნდა მოქცეს ამან თავისი ხორცი საჭმელად. და უფალი ეუბნება, რომ ჭეშმარიტად გეუბნები თქვენო, რომ ვინც არ ჭამსო ჩემს ხორცს და არ სწამს ჩემს სისხლსო, მას სიცოცხლე არ ექნება თავის თავში. მაგრამ ვინც ამას გააკეთებსო, ვინც შეჭამს და დალევს ჩემს სისხლს და ხორცს, მას თავის თავში სიცოცხლე ექნებაო და აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ზიარება. ქრისტეს ხორცთან და სისხლთან თანაზიარება იგულისხმება და ეს არის რაც ადამიანში აი ამ უკვდავ სიცოცხლეს შობს, ესე იგი. და ეს თავად შემოდის, სიცოცხლე შემოდის ამ დროს ჩვენთვის, ქრისტე შემოდის ჩვენში. ესე იგი, ჩვენ ყველანი კი გარდავიცვლებით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადამიანი ხშირად, ძალიან ხშირად ფიქრობდეს იმ წამზე, როდესაც ჩვენ ღვთის წინაშე წავდგებით. და ჩვენ ღვთის წინაშე აი რაღაცა პასუხი უნდა მივცეთ ყველაფერი იმის გამო, როგორც გავატარეთ ეს ცხოვრება. რა საქმესაც ვაკეთებდით და როგორ ვაკეთებდით იმ საქმეს, როგორ მეტყველებდით, ვის როგორ ვესაუბრებოდით, ვიზე რას ფიქრობდით, ფიქრებზეც კი უნდა ადამიანმა პასუხი გასცეს და ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხოლმე ამაზე, რომ რა შეიძლება რა მდგომარეობაში შეიძლება ჩვენ ღვთის წინაშე აღმოჩნდეთ. იქ ადამიანს ვერაფერს ვერ არგებს, ვერც სიმდიდრე, ვერც სახლები, ვერც მეგობრები, ვერც ნათესავები, ვერავი. ის იქნება სულიერად გაშიშვლებული მარტო ღვთის წინაშე. მისი მიმხმარე იქ არავინ არ იქნება, როდესაც ყოველთაოს ამჟავრო იქნება. ჩვენ ყველანი ესე მარტო ჩვენი სული და ჩვენი ნაკეთები საქმეები წარდგებით ღვთის წინაშე. და ამიტომ აი ვზრუნავთ რა ჩვენს მიცვალებულებზე, ჩვენს სულებზეც უნდა ვიზრუნოთ ესე. იმიტომ რომ დადგება დრო, რომ ჩვენც გარდაცვლილები გვერქმევა. და სინამდვილეში წასულებს კი უწოდებთ გარდაცვლილებს, მაგრამ წასულები ჩვენა ვართ.
იმ ქვეყნიდან წამოსულები. ჩვენი სამშობლო არის 64. ღმერთმა ადამიანის 64-ში შექმნა, იქ დაამკვიდრა. ის არის ჩვენი სამკვიდრებელი. და ჩვენ იქიდან გამოძევებულები ვართ. ანუ იქიდან იქაურები, ვინც იქ დაბრუნდნენ, იტყვია რომ ჩვენა ვართ წასულები. ერთი ავტობუსი იყო ხოლმე, შინ მოუსულელებს ეძახდნენ ხოლმე. ჩვენ ისე არ უნდა დაგვემართოს, ესე იგი, გზაში 1000 წოდით დავმძიმდეთ, რომ შინ ვეღარ დაუბრუნდეთ. შინ იგულისხმება 64-ში. სასუფეველი იგულისხმება. და ჩვენ ისინი კი არ არიან წასულები, ისინი დაბრუნებულები არიან სამშობლოში. ვინც შეძლოდა სული გადაირჩინა ღვთისმცნებათა აღსრულებით და სინანულით და სიყვარულით, ასე იცხოვრა. ამიტომაც აი ასეთ რამეს ამბობს წმინდა წერილი, რომ მკვდარიო 7 დღეს იტირეო და ბრიყვი და უხთო ყოველ დღეს სანამ ცოცხალიო. შეიძლება ის გარდაცვლილი სულაც არ არის სატირელი, გულისხმობ იმას, რომ იქნებ გადარჩა, იქნებ ცხონდა. მაგრამ აი ბრიყვი და უხთო თუ გარდაიცვალა ეგრე, როგორც არის, ამ მდგომარეობაშიც არის. ის მარადიულად სატირალი იქნება და იმ ტირილს უკვე აზრიც აღარ ექნება. არც თავად გარდაცვლილის ტირილს და აღარ ჩვენ ტირილს, იმიტომ რომ ადამიანი უწმინდურად ცხოვრობს, ვიცოდვებშია ჩაფრული და ესე გარდაიცვალა, ძალიან მძიმეა მისი გარდაცვალება. სულიერი გაგებით, თორე ხორციელად ყველას გარდაცვალება ძალიან მძიმეა. საყვარელ ადამიანთან განშორება ყველა შემთხვევაში მძიმეა. მაგრამ ჩვენ ქრისტიანებს გვწამს, რომ ამ წუთის სოფელში არ თავდება ყველაფერი და მარადიული სიცოცხლე არსებობს. და მარადიული სიცოცხლე იწყება აი ამ წამში. ამ წამიდან იწყება. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ ჩვენო წარსულთან აღარაფერი შეხება აღარა გვაქვს. მომავალი ჯერ არ დამდგარა და ჩვენთვის დადგება თუ არა მომავალი კაცმა არ იცის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს აწმყო, აი ეს გვაქვს, სადაც ახლა ვართ. დახარო სიტყვა თქვი, ისიც უკვე წარსულში წავიდა. აი ის წამია, ის ერთი წამია, რომელიც ზუსტად იმ დროს უნდა აირჩიო. და იმ ერთი წამის დაჭერითო ჩვენ მოიხელთებ მარადისობას. აი ეს ერთი წამია, სადაც ჩვენ გადაწყვეტილებას იღებ. გადაწყვეტილებას იღებ ან დაეხმარო, ან არ დაეხმარო. ან აპატიო, ან არ აპატიო. ან შეინანო შენი ცოდა, ან არ შეინანო და ასე შემდეგ. აი სადაც გადაწყვეტილებას იღებ, ის წამია ყველაზე მნიშვნელოვანი. იმ წამის დაჭერით ადამიანი მარადისობას დაიჭერს. მაგრამ ის წამი თუ გაეპარა და ადამიანი მარტო ოცნებობს მომავალზე და ნოსტალგია აქვს წარსულისა მარტო, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. არამედ იმ აწმყოთი უნდა იცხოვროს. ღიზლად უნდა იყოს იმ აწმყოში. იმიტომ რომ ეს განაპირობებს მომავალსაც და ეს შვებს მერე იმ წარსულსაც. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ და შეიწიროს თქვენი ლოცვა, თქვენი მიცვალებულებისათვის.